მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია PKTV გადაცემით ეკლესია სახელმწიფო საზოგადოება. ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემა გახლავთ სასულიერო ლიტერატურის გავრცელება, მისი გამოცემა და როგორც ყოველთვის მე წარუძღვები გადაცემა შეგახსენებთ, რომ ჩემი სახელი და გვარი არის ბიძინა მესხი, ხოლო ჩემი თანაწამყვანი გახლავთ ბატონი ვლადიმერ ცხიკვაძე და ჩვენი სტუმარი ქალბატონი ნინო ტარკაშვილი, მრავალი სასულიერო ლიტერატურის შემდგენელი ავტორი და გამომცემელი. და როგორც მოგახსენეთ, ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა არის სასულიერო ლიტერატურა და მათი პრობლემები ამ სფეროში არსებული და ახლა პირდაპირ გადავალ სიტყვით ბატონ ვლადიმერთან და შემდეგ ქალბატონი ნინო გაგცემს კითხვებზე პასუხს. თუ რა ხდება, რა პრობლემებია ამ სფეროში. ბატონ ვლადიმერ, გქონთ? მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმებით ჩვენ სტუმარს, ქალბატონ ნინო ტარკაშვილს. ჩვენი სტუმარი ამ ტელევიზიის სხვადასხვა გადაცემებში მიიღო მონაწილეობა, როგორც პუბლიცისტს, როგორც მწერალს, როგორც პოეტს, ამჯერად თქვენ გაეცნობებით მას, როგორც საეკლესიო მწერალს. საეკლესიო საზოგადოებისთვის ის ცნობილია მისი თავისი შემოქმედებით წმინდა მეფეთა პოეზია, საქართველოს წმინდა მეფენი და მრავალი სხვა ქართული წმინდა პოეზია. საინტერესოა მისი შემოქმედებითი გზა ამ სფეროში, საეკლესიო ლიტერატურის სფეროში. და ქალბატონი ჯერ დავიწყოთ აი აქედან, როგორ დაიწყეთ საეკლესიო ლიტერატურულ სფეროში მოღვაწეობა, რამ გამოიწვია თქვენი ამ ჟანრით გატაცება, ვიცით რომ საბავშვო მწერალი ხართ, პოეტი ხართ და უფრო აი ამ ეკლესიური ცხოვრება განაპირობა თუ რაიმე დაინახეთ ისეთი არსებული პრობლემა რაღაცა რამაც აი გიბიძგად აგეძრათ გული რომ ამ ლიტერატურით დაკავებულიყავით. თანდათან რაც კითხვები გაჩნდება, რაც კითხვებსაც საინტერესო იქნება, თანდათან იმაზე გავავრცელებთ ყურადღებას. მოგესალმები PKTV-ის მაყურებელს. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო წინადრე ერთ-ერთ გადაცემაში მივიღე მონაწილეობა და მიხარია რომ უკვე მეორედ ვარ ამ ტელევიზიის სტუმარი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თავიდან მე ვმუშაობდი ჟურნალისტად, სადაც ვაშუქებდი რელიგიისა და კულტურის საკითხებს. იმ პერიოდში ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდებოდა, ეს არის დაახლოებით 1998 წლიდან მოყოლებული 1999-2000-2001 აი ამ პერიოდში როდესაც აქტიურად თანამშრომლობდი და ვმუშაობდი მე პრესაში და შემდეგ ერთხელ ერთ დღეს ჩემი თანამშრომელი რომელიც მეხმარებოდა რელიგიური რუბრიკის მეწაყვანაში მომიახლოვდა და მითხრა რომ ნინო ხომ არ გაქვს სურვილი რომ დაწერო წიგნი და მე ძალიან გამიკვირდა რომ ეხლა თქო ისედაც ძალიან ბევრია სამუშაო და სად არის თქო წიგნის დრო თქო და აიო იმ თემებზეო რომელზეც მუშაობ გაზეთშიო იქნებო ამ თემებს ჩაუღრმავდეო უფრო მეტად და უფრო მეტი მასალა მოიძიო და რაღაცა ერთი წიგნი გამოიცესო და მე ვთხარი აი რომელ თემებზე მეთქა მოდიო აი შენო ბევრ წმინდა მეფეზე გაქვსო ნამუშევარიო და ასეთი წიგნის გამოცემა გვინდაო ადამიანიც არისო ვინც დააფინანსებსო ბრძოლებში სახელგანთქმული ბაგრატიოთა გვირგვინოსნები და იქნებო ამ კუთხით იმუშაო. ეს იყო ჩემი პირველი წიგნი, მართლაც მე მომეწონა ეს იდეა, მით უმეტეს რომ იყო ადამიანი ვინც თქვათ დაგვეხმარებოდა ამ წიგნის გამოცემაში, მისი სურვილი იყო ასეთი წიგნი რომ გაკეთებულიყო და ოღონდ მე ვთხარი რომ მე ვთქვი ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს თქო ისედაც აქ თქო და კიდე რაღაც სხვა საქმეები მაქვს და მარტო ვერ შევძლებ თქო და ვთხარი ჩემს მეგობარს თეა პაიჭაძეს. ეს არის ბორის პაიჭაძის შვილი, დიდი ხნის მრევლია. ის მაშინ ესე დღესაც გამოდის და ადრეც გამოდიოდა ეს პირველი გაზეთი, ერთ-ერთი პირველი გაზეთი იყო მრევლის და თეა მრევლში ძალიან აქტიურად წერდა, ვიცოდი რომ ის შეძლებდა ამ წიგნზე მუშაობას, იმიტომ რომ ძალიან კარგი პუბლიკაციები ჰქონდა და მე ვთხარ თეას რომ თეა არის ასეთი შემოთავაზება და არის ადამიანი ვინც მოგვეხმარება ჩვენ ამ წიგნის გამოცემაში და თუ შეძლებ რომ აი გადავინაწილოთ, თქვათ, გავინაწილოთ რომელიმე მეფეებზე ვაპირებთ მუშაობას და ნაწილი გააკეთე შენ, ნაწილს გავაკეთებ მე.
და მართლაც ეს შეთანხმება შედგა, შემდეგ ჩაგვერთო მითეას მოძღვარი მამა ალექსანდრე პოლქვაძე, ერთ-ერთი მასალა მეფე გიორგი მესამეძე მანაც გააკეთა და დაახლოებით 1 წლის თავზე ჩვენ ეს წიგნი გამოვეცდეთ, ხო, ჩემი პირველი წიგნი და ეს აღზევების ხანა იყო რა, მაშინ იწყებოდა ეს. მაშინ ფაქტურად სასულიერო ლიტერატურა არ არსებობდა. ძალიან მწირი ეს არის 2000 წელს ვიმუშავეთ 2000 წლის განმავლობაში და 2001 წელს გამოვიდა ეს წიგნი და ახლა ძალიან მწირი იყო და მოთხოვნილებას დიდი იყო საეკლესიო ლიტერატურაზე და მოწყურებული იყო კი ნამდვილად არამც თუ საეკლესიო ლიტერატურა თვითონ აი მე მუშაობდი მაშინ კვირის პალიტრაში და ფაქტიურად ხალხი საეკლესიო ამბებს იგებდა ჩვენი პუბლიკაციებიდან რომელიც იბეჭდებოდა კვირის პალიტრაში იმიტომ რომ გაზეთებშიც ნაკლებად ჩუქდებოდა რელიგიის საკითხები ფაქტიურად ერთ-ერთი პირველი ვიყავი მათ შორის ვინც დაიწყო რელიგიურ თემებზე მუშაობა საერო პრესაში ნუ რა თქმა უნდა გამოდიოდა იმ პერიოდში გაზეთი მადლი და მრევლი, მაგრამ ის არც ისეთი დიდი არ იყო მათი გავრცელების მასშტაბები, რომ მათ ის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ, რა მოთხოვნებიც არსებობდა. ისე ახლა მახსოვს, იმ პერიოდში იმდენად პოპულარული იყო ეს საეკლესიო თემები, რომ საეროში თბილისი გამოდიოდა ჟურნალი, ისეც თითქმის ყველა გაზეთში, საერო გაზეთში ამ ჟურნალში საეკლესიო პუბლიკაციები იბეჭდებოდა. ისეთ რა, ყველაში არ იბეჭდებოდა, პირველად დაიწყო რელიგიური რუბრიკის გაკეთება საერო გაზეთებიდან, აი ესე ინტენსიურად კვირის პალიტრამ, სხვა შორის სხვა გაზეთებთანაც თანამშრომლობდი მე მარტო კვირის პალიტრაში, სხვა გაზეთებსაც იმ პერიოდში რომელიც გამოდიოდა ეს ხო ქალთა გაზეთი, იყო იბერია სპექტრი, მერიდიანი სარკესთვისაც მინიცია მასალები. ნუ ჯორჯიან ტაიმში ახლა მე თვითონაც ბეჭდავდი. კი, ჯორჯიან ტაიმშიც დამიბეჭდავს. ანუ რაღაც დროდადრო სხვა გაზეთებში იმდენად პოპულარული იყო თქო მაშინ ეს საეკლესიო თემა რომ იმ გაზეთებშიც კი იბეჭდებოდა და ხალხი აინტერესებდა და დღეს როგორ არის ეს ტენდენცია როგორ წავიდა იმის შემდეგ ამღლდა მოთხოვნილება დაიწია თანაბრად მიდის აი როგორც პირადად უშუალოდ ეხებით ამ თემას და ამიტომ აინტერესებს. კი ბატონო, ესე იგი იმ პერიოდში, ნუ სხვათა შორის, როდესაც დაიწყო კვირის პალიტრამ ამ თემის გაშუქება რელიგიოს, ხო? ძალიან მალე გავრცელდა ეს სხვა გაზეთებში და ჟურნალებში. ფაქტიურად აი უსწრაფესად გაიხედავდი და მეორე თვეს, მესამე თვეს უკვე სხვა ჟურნალი, სხვა ტელევიზიაში შევდებოდა რუბრიკები. ანუ ძალიან მოთხოვნილება დიდი იყო და ამიტომ სწრაფად იქნა ეს თემები და რუბრიკები ატაცებული და რელიგიური საკითხების გაშუქება დაიწყო თითქმის ყველა. თქვენ სათავეში ვეიდეკეთ და უკვე ვიცით. კი, მაგრამ ეხლა დღეს რა სიტუაცია? თქვათ, დღესაც ჩუქდება, ხო? კი. მაგრამ ჩვენ რა დამოკიდებულებაც ჰქონდა, თქვათ, პირველი თაობის ჟურნალისტები ვიყავით, თქვათ, იმ სიტუაციაში, როდესაც რა ვიცი, პირობითად ვამბობ ამას, ახლა კომუნისტების პერიოდშიც კი შუქდებოდა რელიგიური საკითხები და იყვნენ ადამიანები, რომლებიც თქვათ, არალეგალურ ლიტერატურაში და ლეგალურში ზოგჯერ ამ საკითხებს აშუქებენ, მაგრამ ასეთი ინტენსიურად ეს რუბრიკები რო ჩამოყალიბებენ და სისტემატურად მიგვეწოდებინ ამ კითხვებისთვის იმ პერიოდში დაიწყო, ხო? მაგრამ აი დამოკიდებულება განსხვავდება. ჩვენ მაგალითად არ ვარიდებდით თავს საკმაოდ კრიტიკულ წერილებს. ქონდა რაღაც გარკვეული პოზიცია და მე პირადად მაგალითად როდესაც ვაშუქებდი არ აბსოლუტურად არ მაინტერესებდა როგორ აშუქებდი. კი მაინტერესებდა, მაგრამ ეს არ ახდენდა იმ ზეგავლენას ჩემს წერილზე თქვა სხვა როგორ გააშუქებდა და დღეს რაღაცნაირად კრიტიკულ წერილებს მე უფრო არიდებენ. კრიტიკულ რა გქონდოლობაში, ვიცი კრიტიკა. აი თქვათ არის რაღაც მიმდინარე პროცესები, ხო? და შეიძლება მოხდეს ამ პროცესების ანალიზი. ხო და დღეს ჩვენ დღესაც წერენ ამ პროცესების ანალიზს, მაგრამ აი ჩვენ უფრო მასშტაბური იყო ჩვენი მე ესე მგონია, უფრო მე დროს უთმობდით ანალიზს. ეხლა დღეს უფრო ეთმობა აი თქვათ რაღაც საინტერესო მასალების მოძიებას, რაღაც ახალი ინფორმაციას, ხო და აი ეს ანალიზი მე ვფიქრობ უფრო ნაკლები. კი, მაგრამ აი თვითონ საგამანათლებლო კუთხით ამოიწურა თითქოს აღარ ჭირდება, იქნებ მოხიც და აღარ ჭირდება და იმიტომ ნაკლებად
არა, მე ვფიქრობ, რომ საჭიროა, ეხლა ჩვენ რაღაცა სხვა კუთხით წავედით, ეხლა ეს სხვა ალბათ ჩვენ გადაცემის თემა რამდენად არის, მაგრამ ეს ანალიზი საჭიროა. ეს ის თუნდაც რაც ხდება დღეს, ხო? რელიგიურ სფეროში და აი ეს გაუგებრობა, რომ აი თქვათ მე ის რაღაცა ის მოძღვრები გამოდიან და რაღაც განგაშივით არის ატეხილი, რომ მრევლებმა ამიტომ არ უნდა დატოვოს ეკლესია. ეს ყველაფერი ერთ დღეს ხომ არ მოხდა, ერთ დღეს შეიძლება რაღაც გამოვიდა ზედაპირზე, მაგრამ ამას ხო რაღაც პროცესები უძღოდა წინ. აი ჟურნალისტიკას ეს პროცესები რომ აესახა თანმიმდევრულად, ჩვენ აი ამ ჩიხში არ შევიდოდით და ჩვენ აი მე როდესაც მუშაობდი მე და ჩემი თაობა ვცდილობდით რომ ეს პროცესები აგვესახა ჩვენ და შემდეგში აი თქვათ მე ფაქტიურად ვერ მოგატყუებ და ძალიან იშვიათად ვკითხულობდი უკვე რელიგიურ ჟურნალებს და რელიგიურ რუბრიკებს, იმიტომ რომ ის თქვათ რაც შეიძლებოდა მიმეღო ამ განაუინტერესო იყო პირიქით ძალიან საინტერესო, მაგრამ ის თქვათ რაც შეიძლება მიმეღო აქედან, ხო? შემეძლო წამეკითხა წიგში, არჩევანი უკვე დიდი მქონდა და ის რა დანიშნულებაც აქვს ჟურნალს. რისთვისაც მე აუცილებლად ჟურნალი უნდა ვიყიდო და წიგნი რასაც ვერ მომწეს, აი ამას თითქოს გადაუხვია. ეს რომ ამისთვის რომ არ გადაეხივა დღეს მრევლი ასეთი მოუმზადებელი ამ პროცესებს არ უნდა შეხვედროთ. ჟურნალს თავისი დაბრძანა ეს არის მე ვფიქრობ რელიგიური ჟურნალისტიკის საკმაოდ დიდი მინუსი. მე ამაზე ძალიან მტკივა გული და Facebook-ზეც რამდენჯერმე დავწერე. პირად საუბრებშიც ვამბობდი ამას სამწუხაროდ, რა ვიცი, ხლა რაღაც შეიძლება ცოტა გაღიზიანებას გამოიწვია ამან, მაგრამ რელიგიურ ჟურნალისტიკის მისია იყო ეს, რომ კითხველი უნდა ყოფილიყო მომზადებული ნებისმიერი მოვლენისთვის, რაც შეიძლება განვითარებულიყო და ესე უცებ არ განვითარებულა, ამას რაღაც გარკვეული წინაპირობები ჰქონდა. რომელიც იგრძნობოდა ჟურნალისტი რა არის ეს აი პულსი უნდა კონდეს დადებული გულის ცემაზე მრევლის გულის ცემაზე უნდა კონდეს პულსი მიღებული და ეს უნდა ასახოს ჟურნალში და გაზეთში როგორც კარდიოგრამაში აისახება ხო ეს გულის ცემა და ის რომ თქვა ამ წმინდანმა ამ დროს ეს თქვა და იმ წმინდანმა ეს თქვა გასაგებია ძალიან კარგია მშვენიერია მაგრამ ამისთვის მე წიგნით შემილია წავიკითხო ძალიან დიდი არჩევანი მაქვს და შენი ჟურნალი რატომ უნდა ვიყიდო? კი, შეიძლება ინერციით ვყიდულობ მე ამას, იმიტომ რომ რეკლამირებულია, იმიტომ რომ დიდი ხანი გამოდის, იმიტომ რომ რაღაცა, მაგრამ რეკლამას, კი ბატონო, რეკლამას თავისი რაღაც თავის საქმეს ასრულებს, მაგრამ რატომ არის რომ ეს ჩვენი საზოგადოება ასეთი მოუმზადებელი შეხვდა ამ პროცესებს? როგორ შეიძლება ეს უცებ ხო არ ხდება, უცებ ხო არ გამოჩნდება ეს რომ არის ყოფილიყო ეს პრობლემა, ეს რაღაც პრობლემები გამოვრჩა ჩვენ, რაღაც პროცესებს ჩვენ თვალი დაუხუჭეთ. არ შეიძლება რაღაცა მტკივნეული პროცესი მიმდინარეობდეს და შენ ამ დროს ეძებდე მასალას, როგორი ბრძენია ჩვენი პატრიარქი და ამ მტკივნეული პროცესების გადასაფარად გამოგქონდეს ერთადერთი მასალა, როგორი ბრძენია რომელიმე ეპისკოპოსი ან რომელიმე პატრიარქი. ეს ვიცით ისე და ჩვენ ხო, ვიღაცა რო ბრძენია, ვიღაცას რომ კარგი საქმეა გაკეთებული, უთქვენოდაც ვიცით დაუშვათ ჩანს. მაგრამ აქ სხვა პროცესები მიდის, ამ პროცესებს უნდა ამოწევა, ესაა რელიგიურ ჟურნალისტიკის მისია და დანიშნულება. აი ეს რომ არ ყოფილიყო გამორჩენილი, ჩვენ აი ამ წავშედეგამდე არ მივიდოდით. თქვენ მაინც როგორც ჟურნალისტი ლაპარაკობთ, ის შენარჩუნებული გაქვთ. აი ეს კითხვა იყო ასეთი და იმიტომ. აი როგორც ლიტერატური, კი, როგორც მართლმადიდებელი ლიტერატურა, ასე ვთქვათ, ჟურნალისტიკა მაინც დატოვებული გაქვთ, ხო ეს სფერო. რასაც თქვენ ახლა ლაპარაკობთ უკვე გული მткиვათ რომ ეს არ ხდება. კი, გული მткиოდა და სულ ამბობდი ამას რომ რაღაც არ არის გადახვედით საქმე მარტო ამ წმინდანმა ამ საუკუნეში ეს თქვა ჟურნალისტიკას აქვს სხვა დანიშნულება. ამას სულ ამბობდი. აი ახლა სადაც მოღვაწეა წიგნების ხრივ რა ხდება? ახლა შემოქმედი არჩევს რა ჭირდება მრევლს მაინც წიგნების მხრივ რაც არ არის გამოცემული, რაზეც ხო არ ფიქრობს და აკეთებს ამ ხრივ რაღაც წიგნს, ხო? ნუ ახლა ამის მოძიება მასალების მომზადება, მერე დაბეჭდვა, მერე გავრცელება, თან პოპულარიზება ჭირდება, კითხველამდე რომ მივიდეს. აი ეს პროცესები თუ შეიძლება რაღაცნაირად მოკლედ მაინც რომ მაყურებლისთვის გასაგები გახდეს აი მხრივ.
ანუ ესე იგი მოკლედ რომ ვთქვათ, როდესაც იწერე ჩვენ აი ეს რომ ვთქვათ, რომ ხარ ამე ჯგუფი არსებობს, სადაც ჩვენ განვიხილავთ რა თემებზე უნდა ვიმუშაოთ და იმის მიხედვით თუ არჩევს, ასეთი რაღაც, ну, არ შეიძლება არსებობს ვიღაცისთვის, მაგრამ ჩემთვის არა. მე რასაც ვთვლი სუბიექტურად ნინო ტარკაშვილი რომ აი ეს წიგნი სასარგებლო იქნება მკითხველისთვის, იმ წიგნს ვამუშავებ. Ну, ეს ვერ ვიტყვი, რომ ეს კარგი არის, ესე მარტო არ დარჩენილი, რა თქმა უნდა, არ არის კარგი ჯობია რაღაც არსებობდეს უფრო მეტი რაღაც ჯგუფი შეკავშირებული ან აზრთა ურთიერთგაცვლა გაზიარების საშუალება, კოორდინაცია იყოს, უფრო დახვეწილი იქნებოდა ჩვენი მოღვაწეობა, მაგრამ სამწუხაროდ ну, არავის ამაზე არ უზრუნია, არავის ჩვენთვის არ დაუპატიჟები ვართ, რომ მოდით რაღაც ერთად ვიფიქროთ და ჩვენც ну ძალიან იმდენი პრობლემა გქონდა და ისედაც იმდენ პრობლემასთან არის ეს პროცესი დაკავშირებული, რომ აი კიდევ ერთი ნაბიჯი ვერ გადავდგით, რომ აი ეს კონსოლიდაცია ყოფილიყო მეტი. Ну, როდესაც, ну, აქედან გამომდინარე, მე რაც მიმაჩნია მნიშვნელოვნად და რასაც ვთვლი, რომ უნდა გაკეთდეს, ვაკეთებ იმას, თან აქ მნიშვნელოვანი არის მეორე მომენტიც, რომ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვნად ვთვლიდე რომელიმე წიგნის გამოცემას, ან რომელიმე თემაზე მუშაობდეს, მაგრამ მე არ მქონდეს ფუფუნება, რომ იმ თემაზე ვიმუშაო. რატომ? იმიტომ, რომ მე არ მყავს სპონსორი, არავინ, დამფინანსებელი. და მე რა თემაზეც ვიმუშავებ, მე უნდა ვიცოდე, რომ არის მოთხოვნილება იმ თემის მიმართ, რომ მას აუცილებლად იყიდის მკითხველი. რეცენზიას ხო გადიდება იქ? კი, მაგას ვიტყვი მე ყველაფერს. ანუ თემის არჩევა ხდება იმის დამიხედვით, რა მაინტერესებს, რა ვთვლი მე მნიშვნელოვნად და უმთავრესი მომენტი იყიდის თუ არა მკითხველი. შეიძლება იყოს კიდევ მეორე უმნიშვნელოვანესი თემა, მაგრამ მინდოდეს სულით და გულით რომ ამ თემაზე ვიმუშაო, მაგრამ მას მე ვერ მოვკიდო ხელი, იმიტომ რომ მე არ მაქვს ფუფუნება, რომ ის გამოვცე წიგნად. იმ შემთხვევაში თუ ის არ გაიგებს. ესე მოთხოვნილება ერთია და საჭიროება მეორე. თქვენ მიიჩნევთ, რომ ჭირდება, მაგრამ მოთხოვნილება არ არის, წიგნი არ გაიგდება. შეიძლება ისჭირდებოდეს სიტყვაზე 100 კაცს, მაგრამ ეს იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნისთვის, მაგრამ მე ვერ მოვკიდო ამ თემაზე მუშაობა. შეიძლება 1000-ად ჭირდებოდეს და 900 ვერაც ცნობიერებდეს, ხო? კი. თუნდაც ბავშვების მაგალითად. იმიტომ რომ არ არის ჯერ ცნობიერების დონე მომწიფებული იმისთვის, რომ ვინმე ეს წიგნი შეიძინოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიუყვებით ფაქტიურად იმ მოთხოვნას და იმ განვითარების, ანუ იმ ცნობიერე უნდა ესე იგი ვითვალისწინებთ რა დამოკიდებულებაა, რა საბაზრო ეკონომიკა გამოდის. კი, ესე გამოდის, კი, როდესაც სამწუხაროდ არავინ არ ყავს ხელშემწყობი და დამფინანსებელი, იძულებული ხარ რომ გაითვალისწინო მკითხველის მოთხოვნა. ეს ერთ შემთხვევაში ძალიან კარგია, იმიტომ რომ შენ მკითხველი ხვეწავს, იმიტომ რომ შენ იძულებული ხარ რომ შენ თავი აიძულო რომ წერო ისე მარტივად და გასაგებად, რომ ეს პატარა ბავშვი იქნება თუ დიდი იქნება, რომ გაიგოს რას წერს და აი ესე მიიტანო მკითხველთან, ამას საკმაოდ დიდი მუშაობა უნდა და გაიძულებს ამას მკითხველი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში შენ წიგნს ვერ გამოსცემ. და მეორე შემთხვევაში არის ცუდი, იმიტომ რომ არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი თემები, რომელზეც ვერ მუშაობ. იგივე მკითხველიდან გამომდინარე, იმიტომ რომ იცი რომ მკითხველი დღეისთვის არ არის მზად რომ ეს ნამუშევარი შეიძინოს. კი, მაგრამ ალბათონონინი. დიახ. ცეთ ახლა მე გისმენთ ძალიან გავერთე კითხვები და არ ვშევ თანაწამყვანები ვართ და გადაცემის ფორმატი თვალისწინებს ამას. უბრალოდ ახლა გისმენთ ძალიან საინტერესო საუბრობთ. თქვენ და თქვენი თაობა ვინც დაინტერესდა თავის დროზე რელიგიური ჟურნალისტიკით და მიუძღვნა ამ სფეროს მთელი მისი შეგნებული ცხოვრება, ხო? დასაწყისიდან დღემდე ხართ პირველები. დღემდე არა, იმიტომ რომ მე აღარ ვიმოღვაწეი ამ სფეროში. არა, მარტო ჟურნალისტიკით არ შემოვხარგებ. კი ბატონო, საერთოდ. ახლა თქვენ გამოცემლობაში გადახდით, ხო რაღაც წიგნებს გამოცემთ, მაგრამ რა მინდა გკითხოთ. აი მაშინ ეს იყო ენთუზიაზმი, სურვილი და ფაქტიურად თქვენს და თქვენი თაობაც იყავით ასე თუ ისე მოუმზადებლები, ხო? იმ კონკრეტული ელემენტარულად რომ თავი დავანებოთ, რომ მაშინ არ არსებობდა
არც ტელევიზია, არც რადიო, არც გზის გამკვალავი იყო, არც ვინმე ზოგჯერ ორი სიტყვის მთქმელიც არ იყო, რომ აი თქვათ რაღაცა არჩევა, ეთქვა ან ინფორმაცია მოეწოდებინა. შეიძლება დავასრულებ კითხვას. და დღეს ხო მოვედით დღემდე თითქოს ეს ყველაფერი არსებობს, მაგრამ მაინც არ არის ეს დონე, მაინც არ ახართ, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში გულისხმობ ყველას, როგორც ჟურნალისტებს, ისე არ ახართ მზად სათანადოდ. რისი ბრალია ყველაფერი ეს? თქვენი აზრით. იცით რა არის თვითონ ჟურნალისტი უნდა იყოს მუდმივად, აი თქვი წეღარ რაღაც პულსზე უნდა ჰქონდეს დადებული მაჯისცემაზე და მაჯისცემას უნდა გრძნობდეს. თუ რელიგიურ ჟურნალისტიკაში შენ მოხვედი იმიტომ, რომ ეს უკვე იძლევა რაღაც ჰონორარს და მოდი ახლა მე აი და ეს აი იმ რუბრიკებს, რომელიც იყო განაწილებული სხვადასხვა გაზეთებში, ჟურნალებში, ეროვნულში შემკრავ და ამ რუბრიკაში ამას დავწერ, ამაში ამას მაქვს კარგი რეკლამა და გამოვცემ გაზეთს და გაიყიდება და ჰონორარს მივიღებ, შენ რა თქმა უნდა არც გაქვს სურვილი ამ შემთხვევაში, რომ ეს პულსი იგრძნო, ანუ რა პრობლემებია და როგორ უნდა უმკურნალო და არც განვითარდება რელიგიური ჟურნალისტიკა, უბრალოდ შენ ასრულებ ძალიან კარგ საქმეს, ვერ ვიტყვი რომ ცუდ საქმეს, რაც თაკეთებ ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეს არის ეს სხვა სფეროა მაინც. ანუ ეს შეიძლება იგივე გამომცემელმა გააკეთოს, იგივე მწერალმა გააკეთოს. ანუ შენი მისია არ არის ეს. ანუ ფაქტიურად ჩვენ გვაქვს დღეს ხშირ შემთხვევაში თუ არ ჩავთვლით ხათუნა რაქვიაშვილის ჟურნალს, ხო, გვაკუთხედს და იგივე მრევლს იქაც არის რაღაც ანალიზი და რაღაც ფაქტურად ჩვენ გვაქვს წიგნები ჟურნალში. გესმით რა ხდება? ანუ ის რა წიგნის მასალებია არის ჟურნალში თავმოყრილი. ჟურნალის ფორმატით გამოიცემა. და რელიგიური ჟურნალისტიკა თითქმის არ არსებობს. და აი ეს რესიბრალია ეს თქვენი აზრით. ძალიან რთულია. ისეთ რა არის, უნდა ფაქტიურად შენი თავი მსხვერპლად კონდეს მიტანილი, რომ ის პრობლემები ასახო. ამას ძალიან დიდი გამოცდილება, ძალიან დიდი ენთუზიაზმი და საკუთარი თავის მსხვერპლად მიტანა უნდა რაღაც საკითხებში და როდესაც ახლა არა აქვს იმ ადამიანს და არც იმ გამომცემელს ეს მოთხოვნილება და აკეთებს იმას, რაც შედის მისი შესაძლებლობის ფარგლებში. და მეორე შემთხვევაში სჯერა რომ ამიც ის საკმარისია, რასაც აკეთებს. ვერ გეტყვით, არ ვიცი, ახლა არა, მე საერთოდ არ არსებობს ჟურნალისტი, რასაც ქვია. ფაკულტეტი უნდა ალბათ აკადემიაში უნდა იყოს მართლმადიდებელი ჟურნალისტი. ჩვენ ყოველთვის საყვედურობთ, როდესაც სხვა საერო გაზეთის ჟურნალისტი ან ტელევიზიის რაღაცას ლაპარაკობს არა ისო და მეუბნებით აი ეს არ არის მართლმადიდებლური კუთხით, როცა ვიხილავთ მას. მაგრამ მართლმადიდებლური კუთხით ჟურნალისტები არ არის, ფაკულტეტი არ არსებობს. მართლმადიდებელი აკადემიის არის მართლმადიდებლური ჟურნალისტის ფაკულტეტი არსებობს? არის, ვერ გეტყვით. ერთი რამ ვიცი, აი ეგეც არის პრობლემა, რომ ფაქტიურად ჩვენ ვინც დავიწყეთ პირველად საერო პრესაში რელიგიაზე წერა, ხო? მე ვინც მახსენდება ახლა რომ იმ პერიოდში წერდა, არავინ არ წერს დღეს. არც არავინ დაინტერესებულა ეს ხალხი სად წავიდა. ეხლა ხო შეიძლება ერთხელ თუნდაც ერთხელ იგივე საპატრიარქოს ტელევიზიას ეთქვა, რომ აი რომელიმე გადაცემაში თქვენ როგორი მოსაზრება გაქვთ. მით უმეტეს რომ საპატრიარქოს პრესცენტრთან იმ პერიოდში მე და ჩემი მეგობრებს ძალიან ინტენსიური და ახლო ურთიერთობა ჰქონდა. არც ერთხელ ამ ხნის განმავლობაში საპატრიარქოს ტელევიზიას ჩვენთვის არ დაუძახია. არ ვთქვია, რომ თქვათ ამ მოვლენაზე, ამ პრობლემაზე თქვენ რა შეხედულება გაქვთ. ხო შეიძლება, რამდენი წელია არსებობს. მით უმეტეს პრესცენტრის უფროსის მოადგილე, ბატონი ზურაბ ცხოვრებაძე, წლების განმავლობაში არის ტელევიზიის ხელმძღვანელი, ხო, ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მაგრამ ასეთი სურვილი არ დაბადებულა და ფაქტიურად, როდესაც ახლა შენ ერიდან მოყავს ადამიანი, რომელმაც ხშირ შემთხვევაში რომლისთვისაც უცხოა ეს რელიგიური პრობლემატიკა და უბრალოდ აქვს ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება, შეიძლება არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ შეიძლება ამ დროს მრევლიც არ არის და შენ იმას ანდობ რელიგიური გადაცემების წაყვანას, იქ შედეგი ის არის, რაც გვაქვს, მეტი ვერ იქნება. წიგნების გამოცემაზე რა თქვენაბო თემატიკურად, ხო? აი საინტერესოა, საჭიროა, მაგრამ იმის გამო, რაც ვილაპარაკეთ. აი, როდესაც წიგნი მხატვრული ლიტერატურისგან განსხვავებით, სასულიერო ლიტერატურა გადის რეცენზიას
დეპარტამენტი შემდეგ მოდის დეპარტამენტში და გრიფით გამოდის. კი ბატონო. რამდენად ვიცი ეს გრიფი ეძლევა უკვე დაწერილია რომ არის აქტუალური თემა მრევლისთვის ან სტუდენტები ან ვიღაცაში საჭიროა და ამის შემდეგ უკვე გეძლევათ უფლება რომ დაიბეჭდეთ. აი როცა ეს უკვე ფორმა არსებობს რომ ეს სიგნი საჭიროა, ეს სიგნი აქტუალურია. აი ნუ თუ ამის შემდეგაც ძნელია აი ან სპონსორის ან ინვესტორის მოძიება ან აი კი ბატონო გესაუბრებ და ჯერ ერთი არ არის განსაზღვრული დრო ანუ რეცენზიების დეპარტამენტში რომ წარადგენ წიგნს იქიდან გრიფირებული ნუ თუ ჩათვალეს რომ საჭიროა ამ წიგნის გამოცემა და თქვა ყველაფერი რიგზია ეს შეიძლება რეცენზია გაიაროს ერთ კვირაში გააჩნია ვისთან მოხდება ხო ვინ იქნება რეცენზენტი და რამდენად მოცლილი იქნება ამ საქმისთვის იმიტომ რომ ეს რეცენზენტები ხშირ შემთხვევაში სხვა ბევრ საქმესაც აკეთებენ და ძალიან ბევრ იმაში ავტორიტეტული ადამიანები არიან და ბევრი სხვა საქმეც ევალებათ. შეიძლება ეს ერთ თვეში მოხდეს მისი რეცენზირება, შეიძლება მოხდეს ორ თვეში, შეიძლება მოხდეს ერთ წელშიც კი ყოფილა შემთხვევა, რომ ეს რეცენზირების პროცესი გაგრძელებულია მთელი წელი. ეხლა რა პრობლემაა? ეხლა მე ხო არავინ არ მაფინანსებს. შეიძლება მე მქონდეს იმ მომენტში ფული დასაბეჭდად. მაგრამ ვიდრე მომივიდა ეს რეცენზია, ხო ეს ფული დამეხარჯა. კი, მაგრამ დეპარტამენტი როცა მიიჩნევს, რომ ეს წიგნი აქტუალური უნდა დაიბეჭდოს, რაიმე არ არსებობს. არანაირი, აი რამდენი წელია უკვე ფაქტიურად 2000-იანი 2001 წელში გამოვიცით პირველი წიგნი, ხო? იმის მერე, არავინ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ვინმე წიგნი დაესპონსორებინა. ერთადერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც აი ეს ბრძოლებში სახელმწიფო ბაგრატიონთა გვირგვინოსნები რაღაც ჯგუფი დაგვიკავშირდა, ოღონდ ესეც არ იყო დასპონსორება, უბრალოდ გითხრეს, რომ ეს არის ძალიან კარგი წიგნა, ჩვენ გამოვცემთ და რაღაცა სიმბოლური ჰონორარი გადაგვიხადეს და ეს წიგნი დავარიგეთ. მაგრამ ეს ხო არ იყო დასპონსორება და ეს ხო არ იყო ჩემთვის როგორც გამოცემლისთვის ისეთი ხელის შეწყობა, რომ მე ვთქვა ფინანსური პრობლემა მომგვარებოდა. კარგი, თქვენ როგორც იქნა დაუშვათ მევიდეთ იქამდე რომ წიგნი გაქვთ უკვე დასაბეჭდად ნება დართული. შემდეგ რა ხდება? წიგნი უნდა იშოვოთ ეს თანხა. ხო. ესე იგი, მე რა თქმა უნდა, ჩემით უნდა ვიშოვო ეს თანხა. ანუ აქაც პრობლემა შეიძლება ვაგროვო ეს თანხა და რეცენზიის პროცესი იმდენ ხანს გაგრძელდეს, რომ ეს თანხა ვიდრე მომივა მე გრიფი დამეხარჯოს. ნუ თუ მოხდა ბედნიერი შემთხვევა და რაღაცნაირად ეს თანხა მე მოვაგროვე და გადავარჩინე და რომ სტამბამდე მივიტანო, ზოგჯერ არის ხოლმე, რომ აი მართლა ვიძახი, როდესაც ღმერთია მოწმე, რომ აი როდესაც უკვე წიგნი უნდა დავბეჭდო, ავჯდები მიკროავტობუსში, ძალიან ხშირად არ ვიცი, არ მივდივარ დაბადების დღეზე, აი ყველაფერს წდები აბსოლუტურად, რომ ეს თანხა არაფერს არ მოაკლდეს, არ საიდან, რომ ის წიგნი როგორმე სტამბის ფული შეგროვდეს, ან ცოტა დამაკლდეს, რომ ვიდრე რაღაც პერიოდია კიდე ხო ვიდრე წიგნი გამოვა რომ კიდე რაღაც მერე შეგროვდეს და დავამატო რომ როგორმე ეს წიგნი დაისტამბოს. კი ბატონო, ეს გრიფი აიღებდო. თუ ხდება რომ აიღეთ, მაგრამ ფული აღარ აქვს იმ დროს. მაშინ ველოდები როდის გამოანახებს ჩემთვის მზე და რაიმე ფონდი არ არსებობს ან ისეც ხოთ ან რაღაცა საპატრიარქოს უწყებაში დეპარტამენტში ან საეკლესიო არ ვიცი მე არავინ არ დამხმარებია კარგი დაბეჭდეთ წიგნი ღვთისმშობლით ნუ რაღაცნაირად ნუ მოკლედ როგორც იქნა დავბეჭდეთ წიგნი ეხლა სხვა პრობლემა იწყება დაბეჭდეთ წიგნი მაგრამ მიიტანეთ თუნდაც გრიფირებული წიგნი მაღაზიაში თქვენ გონიათ რომ მაღაზია ღებულობს ამ წიგნს რადგან გრიფია აქვს? მაღაზიას არა, მაღაზია საპატრიარქოს მაღაზია, რომელსაც აწერია, ისიც არის. ბატონო, აქვს საპატრიარქოს. გრიფირებულ წიგნს მაინც არის. მაინც არიღებს. არის მაღაზიები და მაღაზიათა ქსელი, ქვია საპატრიარქოს მაღაზია და საპატრიარქოსავე გრიფირებულ წიგნს არიღებს, იმიტომ რომ ის უყურებს, რომ მე ეს წიგნი რა მოგებას მომცემს. თუ მან ჩათვალა, რომ ეს წიგნი მას მოგებას არ მისცემს, მაშინ გატანს იგივე იმ გრიფირებულ წიგნს. ან შეიძლება მან ჩათვალოს, რომ მას აქვს მსგავსი წიგნიც, აკო თვითონ საპატრიარქოს მაღაზიები თვითონვე გამოსცემენ წიგნებს, ხო? შეიძლება მას ჰქონდეს მსგავსი წიგნი, რომლიდანაც რჩება უფრო მეტი მოგება, ვიდრე თქვა ჩენი მიღებული წიგნიდან დარჩება. კონკურენცია ამ შემთხვევაში წიგნს არ მიიღებს. დავუშვათ ეს ბედნიერი შემთხვევა, რომ წიგნიც დავდეთ, ხო, გრიფიც მოვიპოვეთ, რაღაცნაირად ფინანსებით შევაგროვეთ, ეს წიგნიც შევიტანეთ და დავდეთ მაღაზიაში, გვიხარია, წიგნი მიიღო ვაშა. ეხლა მეორე პრობლემა, კიდე სხვა პრობლემა იწყება. კი, მაგრამ ამ წიგნს აგზავნის ქსელში თუ მარტო ცენტრალურ ოფისში დებს. შეიძლება ცენტრალურ ოფისში დადოს ერთ ადგილას, მაგრამ ქსელში არ გააგზავნოს წიგნი.
რატო არ აინტერესებს გაყიდვა? ნუ ის ასე თulis რომ იმ თქვა ქსელში არის შედარებით ცენტრალურ ოფისში კი ბატონო საწყობში იყოს მოვლენ რაღაც აბითუმოთ იყიდიან წაიღებენ მაგრამ ქსელში არ გავაგზავნი იმიტომ რომ იმ ქსელში რაღაცა უფრო პატარა მაღაზიაა და იქ თავის წიგნები უდევს უკვე ჩემ წიგნისთვის ადგილი არ არის ან თქვა იგივე ძალიან ხშირი შემთხვევაა რომ წიგნი გვაქვს აი შევდივარ ერთ-ერთ ქსელში და ჩემი წიგნი გაქვთ ვეუბნები იქნება ერთ ქსელში ვეხვეწები რომ ისიც რა იქნება ერთ ქსელში მაინც რამენაირად წიგნი გააგზავნოთ ხო და დიდი იმის ხვეწნამუდა არის მე რომელიმე ქსელში ამ წიგნს გააგზავნიან და მივდივარ ახლა ამ ქსელში მე ხლა აღარ მივდივარ უკვე დავიღალე ამ პროცესს წინას აი თქვენ სტამბაში თანხა გადაიხადეთ წიგნი დაბეჭდეთ მაგრამ მაღაზიაში ელოდებით როდის გაიყიდება ეს წიგნი რომ თანხა უკან აიღოთ რა კი მაგრამ ეგ კიდე სხვა პროცესია მაგასაც უკაცრავად ბატონებო გამოცემის პრობლემაზე ლაპარაკობ რეკლამა ეთერში კი ბატონო დაბრუნდით ეთერში ძვირფასო მეგობრებო და შეგახსენებთ რომ ეთერშია ტელეკომპანია PKTV გადაცემით ეკლესია სახელმწიფო საზოგადოება ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემა გახლავთ სასულიერო ლიტერატურა მისი გავრცელების გამოცემის პრობლემები და ჩვენი სტუმარი გახლავთ გამომცემელი და მრავალი წიგნის და ჟურნალის შემდგენელი ასე ვიტყვი დაპირ ქალბატონი ინო ტარყაშვილი ჩემი წამყვანი თანაწამყვანი ჩემი კოლეგა ბატონი ვლადიმერ ჩხიკვაძე ესაუბრებოდა მას წეგან თუ რა პრობლემებია ამ შემთხვევაში უშუალოდ წიგნის გამოცემის დროს და გთხოვთ ბატონო მკითხველთან მიტანამდე აი გავაგრძელე ვლადიმერ წეგანს რაზეც შევჩერდით აი ზოგჯერ არის რომ მივდივარ იმ ქსელში და მაინტერესებს სად დევს ჩემი წიგნი მე ვთქვი თუ მივაგნებ და მეუბნებიან რომ ქსელში წიგნი გადააგზავნეს და ვეძებ ბათვალერებამ დახზე წიგნი არ არის კიდევ ჩამოუვლი ხელახლა დავიწყებ მაღლიდან თვალიერებას ჩამოვდივარ დაბლას ისიც ხომ ეხლა სტენდზე მთლიან ჭერიდან დაბლამდე ზოგჯერ წიგნებთან არის სავსე და არ არის წიგნი კიდევ აიმე რომ ვიკითხო სირცხვილი ავიქ რომ მითხრეს რომ წიგნი არის არ ეგონოს გამყიდოს რომ რაღაცა პრეტენზიები მაქვს ამდენ მე ვეკითხები ძალიან დიდი მორდებით გამყიდოს რომ ისეთ რა მე მითხრეს რომ ამ ქსელში წიგნი გამოაგზავნეს და რატომ არ არის ისე თქვენ წიგნი გვაქვს მაგრამ იცით რა სხვები მოვიდნენ მერე და მათ გვითხრეს რა რაღაც იმათი წიგნი დავდეთ და აი თქვენ წიგნი აქ შევინახეთ და თუ ვინმე მიკითხა გამოვუჩეთ ნახა კეთილებაზე ხარ დამოკიდებული კეთილებაზე რა თქმა უნდა თუ საერთოდ არიცი იმ წიგნის არსებობა როგორი კითხავ ხო ტაძრებში რა ხდება ხო არის მაგალითად აი დებულებაში წერია რომ ტაძრებთან უნდა იყოს ბიბლიოთეკები ხო არსებობენ ტაძრებთან ბიბლიოთეკები რამდენი უნდა გამოსცეთ წიგნი რომ თითო ტაძარმა ბიბლიოთეკაში თითო წიგნი რო აიღოს მე მგონი მთელი ტირაჟიც არ ვიცი ვერ გეტყვით ახლა ბიბლიოთეკები არის ტაძრებთან არ ვიცი შეიძლება არის ზოგან ალბათ არის ზოგან არ არის მაგრამ ახლა ტაძრებთან ხო არის კიდევ საეკლესიო მაღაზიები კიდევ სხვა პრობლემა არის აი ფაქტიურად ახლა იცით ხო ის ავრცელებს კარიბჭე ავრცელებს ჟურნალში იდება წიგნები და ეს წიგნები იდება პირდაპირ მესამთლის მაგიდაზე თან ახლა ის არის აი თქვათ მათთვის არ არის ხა დიდი კომპანიაა და უფრო ნაკლები პრობლემაა თქვათ რეცენზირების შემთხვევაში ანუ რას ვამბობ თქვათ ყოველ თვეში უშვებენ თუ ყოველ კვირაში ყოველ თვეში ახლო და თქვათ მათ აქვთ რაღაც გარანტია რომ ის რეცენზიას გავივლის სწრაფად მაშინ როდესაც ჩემი წიგნი შეიძლება ინდოს ერთი წელი და ერთი წლის მერე მივიღო რეცენზია ანუ უფრო აწყობილია რაღაც უფრო ჰარმონიული ვერ გეტყვით თუ რა ესეთი მრევლი ყიდულობს მას კარიბჭეს და იმ წიგს იმიტომ რომ მას აქვს ძალიან დიდი რეკლამა და ამიტომ მოძღვრებიც ახლა უწევენ ძალიან დიდ რეკლამას და ფიზიკურად ის მრევლი აღარ ჩედეს იმ საეკლესიო მაღაზიაში რომ ვიღაცის წიგნი კიდე სხვისი იყიდოს და ფულიც აღარ აქვს მეტი ის ფული რაც აქვს ამ სერიულ გამოცემებში აღარ გაშუქება არ ხდება აი მაგას როგორც არის საერო ლიტერატურა გამოდის ვიცით რომ ახალი წიგნი გამოვიდა მინდის ტელევიზიაში მისი გაშუქება ან ერთსულოვნებაში ხომ არ გიცდიათ აი ახალი წიგნის გამოცემა ადრე მახსოვს მამა ამერანი სიონის ტაძრის კიდევ რას ვიტყვი კიდევ ერთი აუცილებლად უნდა თქვა აი ეს გამოცემები დაუშვათ იგივე კარიბჭის გამოცემები ხო
იაფია. ესა მკითხველი მოძღვრებისაც მესმის, რატო უკეთებენ მას რეკლამას, იმიტომ რომ სქელი წიგნია და იაფი ღირს, ძვირი არ ღირს, თქვა ამსისქე წიგნი ორლარად იყიდება. ეს თვითონ საპატრიარქოს უნდა დაერეგულირებინა, რომ თქვათ ის ვინც გამოვცემდით ადრიდანვე ამ წიგნს ჩვენ შეგვძლებოდა კონკურენცია, თქვათ იგივე ამ წიგნებს. ფაქტურად ჩვენ კონკურენციას მას ვერ გავუწევთ ვერანაირად, იმიტომ რომ მას აქვს საკუთარი ტელევიზია, რითაც რეკლამა შეუძლია გაუწიოს, საკუთარი რადიო, საკუთარი სტამბა, საკუთარი კომპიუტერული ცენტრი, საკუთარი ქაღალდი და მე როგორ გავუწიო იმას რეკლამა, როცა მე არაფერი არ ამბობ ყველაფერში. თქვენ იმ შემთხვევაში გავუწევთ კონკურენციას როგორ გავუწევ? ანუ ის რომ გაყიდის 2 ლარად იმ წიგნს, ხო, მე იგივე წიგნი უნდა გავყიდო 6 ლარად. არა, გასაგებ, მაგრამ საქმე რაშია? შად ვამბობ რა. და მყიდველი რომელს იყიდის, იმას იყიდის 2 ლარად, იმიტომ რომ იმის 4 ლარი. არა, სხვა მინდა. ეს რო ერთი და იგივე იყოს, ეს სხვა არის რაღაც ისეთი, რასაც ორივე ერთს აკეთებს. შეიძლება თქვენ თემატიკურად თქვენი უკეთესი იყოს და უფრო საჭირო იყოს, მაგრამ ბროლმა არის შეხედეს სისქით რა. მაგრამ ჩემი აღირება აუცილებლად ერთი 2-ჯერ 3-ჯერ უფრო ძვირი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მე ვერ გაშუქება რომ მოხდეს თქვენი წიგნის ესეთი გადაცემა მე არ მაქვს რეკლამა და მას აქვს უზარმაზარი რეკლამა. აი ზუსტად მაგას გეუბნებით, ვინმე რომ აშუქებდეს, რომ გამოვიდა ახალი წიგნი და დაუშვათ ნინო ტარხაშვილს. ტელევიზორში და ანუ რადიოში გაშუქდა. ეძღვნება ამა და ამ წიგნს. უკვე რომელმაც იცის, ხო ეს წიგნი გამოვიდა ჭირდება. როცა ეს არ ხდება, იმიტომ მივიდეს ნახეს რომელიც უფრო სქელია და იაფი ღირს, აი გორბან არის. და ძალიან მარტივად კეთდება არჩევანი. აქვს რეკლამა, ღირს, იაფი და არის ვიზუალურად კარგი გამოცემა. იქ შიგნით რა წერია, იქ ვიქვა ხო არ კითხულობ, მოძღვარმა უკო ესე საეკლესიო მაღაზიები უფრო იკეთება, მეტი უფრო ეკლესია ტაძრებში არის ეს რა. ხო, აი საეკლესიო მაღაზიები ფუნქციონირებს ტაძრებთან, მაგრამ საეკლესიო მაღაზიებში აი შეიძლება მივიდეს ჯვრის საყიდლად, აი წიგნის საყიდლად უკვე ძალიან იშვიათად შედის მრევლი. ალბათ აი სამების ისიც შედის თუ თქვათ ვიღაცამ იცის რომ აი ვიღაცამ რეკლამა გაუწია რომ აი ესეთი წიგნი იყიდება. იშვიათად, აი თქვათ ადრე თუ შედიოდა და არჩევდა გულდასმით ხო, რაც დრო გადის უფრო და უფრო იშვიათად შედის საეკლესიო მაღაზიაში. აი მახსენდება რომ მეგობარი შეხვდა სამების ტაძარში და მიჩვეული ვიყავით იქ პროვიდაც იყო წიგნები იყიდებოდა და ნუ ლავრა ახლა და ლავრაში წიგნი როგორ უნდა იყიდებოს სასულიერო ლიტერატურა და ეთქობა დიდი ხნის ნამყოფი არ იყო და მეკითხა ახო წიგნები იყიდებოდა რომ სად არის და აღარ არის მეუთხარი დაკეტეს მაღაზიები და რატო დაკეტესო და ნუ ესე თქვენს რომ არ იყიდებოდა ეხლა რა უფრო გაიყიდებაო რა ესეთი პასუხი ბატონო ვლადიმერა ძალიან კარგი რაღაც გაიხსენე და ეს რეკლამასთან დაკავშირებით აუცილებლად მინდა თქვა თავისუფლად შეიძლებოდა რომ საპატრიარქოს ტელევიზიაში ყოფილიყო ერთი გადაცემა სადაც თუნდაც ვინც წერთ საეკლესიო წიგნებს ხო გინდაც ბავშვებისთვის გინდიდებისთვის აი ბავშვებისთვის კიდე სულ რამოდენიმე ადამიანი წერთ არც ერთხელ არ დაუძახიათ არც ჩემთვის და არც მათთვის ეძახიან იმ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ არ არიან დაკავშირებული, შეიძლება ძალიან კარგი ადამიანები არიან, ძალიან დიდი პროფესიონალები, ძალიან საყვარლები, ძალიან კარგები, მაგრამ უკაცრავად ეს არის საპატრიარქოს ტელევიზია და შეიძლება რომ საპატრიარქოს ტელევიზიამ ერთხელ არ დაუძახოს იმ ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება არის ამ თემით დაკავებული. ჩემთვის არც ერთხელ არ დაუძახა. ანუ შესთავაზო და მიგიწევს, თქვენ შესთავაზო. არც ერთ შევთავაზე კი, რამდენჯერმე ვეცადე, მაგრამ აი ნუ თუ შემიძლია დავასახელო კიდეც, რავის თუ საჭირო იქნება. ნუ გისმენენ და ნუ საერთოდ რეაქცია არ აქვს, თითქოს არც მოისმინეს და რომ ვეუბნები პრობლემაზე, გარბიან სადღაც ეჩქარებათ. ნუ ერთადერთხელ იყო ისიც საპატრიარქოს ტელევიზიაში რაღაც 2 წუთით გაიელვა ჩემს შესახებ და ესეც აი იმაში ვიყავი საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში ვიყავი და ბიბლიოთეკაზე აკეთებდნენ გადაცემას და აი რაღაც შემთხვევითობის წყალობით რაღაც 1-2 წუთიანი სიუჟეტი გავიდა მაშინ როდესაც იწვევენ იმ ხალხს რომელსაც არანაირი კონტაქტი არ აქვს ამ რელიგიური ცხოვრების გამოცდილება არ აქვს საერთოდ და გვარიგებენ იქიდან ჭკუას როგორი მორწმუნეები უნდა ვიყოთ შეიძლება თავის საქმის ძალიან დიდი პროფესიონალი იყოს ადამიანი მაგრამ ნუ ეხლა იმან მე მარიგოს ჭკუა როგორი მორწმუნე უნდა ვიყოს საერთოდ თემასთან შეხება არ აქვს ამ სფეროსთან ცოტა უცნაურია სიმართლე რომ აი წიგნების ფესტივალი იმართება იქ თუ იღებთ მონაწილეობას გაშუქება თუ ხდება იქაც მინდა გითხრათ, რომ იწვევენ იგივე ერში გაპიარებულ ადამიანებს, რომელთაც აქვთ რაღაც სტატუსი და ისინი ამოწმებენ იმ წიგნს, ვისი წიგნი არის ღირსი და აღმატებული უფრო
ნუ ამ ადამიანებს, რა ვიცი, რაღაც სასულიერო სფეროში რამე მოღვაწეობის გამოცდილება ქონდეთ და რამე ავტორიტეტებს წარმოადგენდნენ, ვერ ვიტყვი. უბრალოდ არიან თავიანთი საქმის პროფესიონალები შეიძლება არიან, მაგრამ არა ამ კუთხით, არა სასულიერო კუთხით, მაგრამ ამას რა ვიცი, რამდენად აქცევენ ყურადღებას. აი თქვენი საბავშვო წიგნები მინახავს ახალგაზრდული ცენტრი საბავშვო ლიტერატურის გამოფენა გაყიდვებს ატოს კონკურსებს. კი ბატონო, მაგრამ ის კონკურსებში ახლა აზრი არა აქვს, მონაწილეობს, იმიტომ გითხარით, იმ კონკურსებში ჟიურის წევრებად მოწვეული არიან, ჩემი აზრით, ის ხალხი, ვინც იქ არ უნდა იყოს. იმიტომ რომ ის ხალხი არ არის ჩემთვის რელიგიურ სფეროში, მე მაქვს რელიგიური წიგნი, ხო? რელიგიურ სფეროში მათ არ აქვს ისეთი გამოცდილება, ის არ არიან ისეთი ავტორიტეტები, რომ მათ ჩემი წიგნი შეამოწმოს. ხო, მაგრამ საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული შეიძლება არიან ძალიან კარგი ლიტერატორები, არიან ძალიან კარგი ისტორიკოსები, არიან ძალიან კარგი კრიტიკოსები, მაგრამ საერთოდ მათი შეხედვისგან არ ვიცი მე და ნუ ისინი ნუ როგორც მათ ესმით, ისე აფასებენ. და ნუ არ ვიცი, ხა მე საერთოდ უაზრობად მიმეჩნია ამ კონკურსში რომ მონაწილეობა მიიღოს ჩემმა რომელიმე წიგნმა. ახლა თუ მგდელი მოუწოდებს მრევლს რომ წიგნი გამოვიდა საჭიროა, მე მგონი აი მე არ ვიცი, აი მართლა ვიძახი, აი როდესაც ჩემი წიგნები გამოდის, მინდობილი ვარ უფალს და მკითხველს. არანაირი რეკლამა, არანაირი ტელეგადაცემა, არანაირი რადიო გადაცემა, არანაირი ხელშეწყობა, არანაირი კუთხით. ელემენტარულად აი ერთხელ არ მახსოვს მთელი ამ ხნის განმავლობაში 2001 წლიდან 16 წელია გასული ხო რომ ვინმეს ეთქვა თუნდაც რომ ნინო რა კარგი გოგო ხარ მე ვამბობ მრევლს არ გულისხმობ თქვა ოფიციალურ პირს გულისხმობ ხო ვისაც ევალება ეს რომ ნინო რა კარგი გოგო ხარ და რა კარგ საქმეს აკეთებ ესეც არ მახსოვს შეიძლება ინდივიდუალურად რომელიმე მოდელს უთქვამს ეს ინდივიდუალურად და პიროვნულად მაგრამ მე ვამბობ ოფიციალური შეფასების მხრივ ანუ ოფიციალური სტრუქტურების მხრივ რაიმე ისე ყოფილიყო წახალისება აბსოლუტურად არანაირი წახალისება და მადლობა უფალს, აი გაკვირვებული ვარ სასიამოვნოდ, რომ რანაირად ხდება, რომ ეს წიგნი მაინც იყიდება და მაინც მკითხველი ყიდულობს. როდესაც აი არაფერი ფაქტურად ყველაფერი ყველაფერი უდან იწყება გარშემო და რაღაცა თისნები და თისმადლით წიგნი მაინც იყიდება და აი რა ვიცი. მრევლს მინდა უთხრა ძალიან დიდი მადლობა, აი მართლა, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ, როდესაც ადამიანი არც გიცნობს ხშირად წიგნს ყიდულობენ ისე რომ ავტორიც არ იციან ვინ არის, იმიტომ რომ ზემოდან არ ვაწერ მე წიგნს, რაღაცა მაინცეთ რელიგიურ თემებია ვაწერ უკან სადღაც, ზოგჯერ იმასაც რაღაც წვრილი პატარა შრიფტით. ხო და აი ის მაინც ყიდულობს, მაინც მიდის აინტერესებს და ყიდულობს ამ წიგნს და ამისთვის რა ვიცი მრევლს ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო ნინო, თქვენ წერან გითქვით, რომ არავინ მადლობას არ მეუბნება ოფიციალური სტრუქტურები და პრობლემები და რაღაცა მაგრამ ახალისება ყველა ჭირდება ადამიანს. პირადად მე შემიძლია გითხრათ და დამიდასტურებთ ბატონი ვლადიმერს, რომ ჩვენი ტელეკომპანია სათარი მაგხრივ დაგიდგეთ გვერდში, რადგან ეროვნული იდეოლოგიის ტელევიზია და ჩვენი დევიზი არის მამული ენასარწმუნოება. არა მარტო თქვენ, ყველა ამ ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალულ ადამიანს სათვართ დაუდგეთ გვერდში. ნუ რაც შეძლებს დაგვარად დავეხმაროთ ამა თუ იმ საკითხის მოგვარებაში. შეძლებს დაგვარად, რა თქმა უნდა და დანარჩენი უკვე, რა თქმა უნდა, მერცისნება ჩვენ ყველანი ღვთისმშობლები ვართ და აქვე მინდა ერთი შეკითხვა დაგისვათ. თქვენ საინტერესოდ საუბრობთ უკვე მეორედ აღნიშნავ ამ ფაქტს და უბრალოდ რა მაინტერესებს ისიც აი გამოსავალისკენ რო წავიდეთ უკვე. ხო? აი რა არის გამოსავალი? და ეს გამოსავალში, ამ გამოსავლის ძიებაში ცეა გვაქვს ჩვენ ადამიანებს, საზოგადოებას, თქვენ როგორც გამომცემელს, შენ ავტორს ბევრი საინტერესო წიგნისა და ოფიციალურ სტრუქტურებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გამოსავალი ეს არის, რომ უნდა გადახალისდეს საპატრიარქოს ტელევიზია პირველ რიგში, უნდა გადახალისდეს ალბათ საპატრიარქოს რადიოც. რადიო უფრო ეს
რადიოში უფრო შეიძლება თანამშრომლობა ვიდრე ტელევიზიაში, იმიტომ ტელევიზიაში არ ვიცი მე რამდენჯერაც ვეცადე რაღაც ისეთი ღმათ ჩარაზეს კარი თითქოს რაღაც ნომერ პირველი მტერი ვიყო მათი თუ არ ვიცი საერთოდ მე ორჯერ მქონდა პრეზენტაცია წიგნის და ორჯერვე დაურეკე იმ ტელევიზიის თანამშრომელს არც ერთხელ არ მოვიდნენ. როდესაც რაიმე საჭიროება იყო და მეხმიანებოდი, აი რაღაცა როგორც უცხოს სხეულს ისე გიყურებენ და რა დაუშავე, არ ვიცი სიმართლე გითხრათ, თუ იტყვის ვინმე რა დაუშავე, ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები. ხო და ეხლა მე კიდე ის არ მახასიათებს ეხლა რომ ეხლა მივიდე და მით უმეტეს იმ ხალხთან, რომელმაც თქვათ ჩვენთან ერთად აიდგა ფეხი ხო და როგორც ჩვენ ვიყავით ერთდროს უჩინრები, ასევე ისინი უჩინრები იყვნენ და როგორც მე ვარ არაფრით გამორჩეული, ასევე არაფრით გამორჩეული იყვნენ ისინი და ეხლა მუდმივად აწუხო და ის რა მუდმივად იქნე არ შემიძლია. არ თვლი საჭირო, ნუ მირჩევია, ასე გაიყიდოს. ბოდიშ მოგიხდეთ გაბატონო ნინო, აი ტელევიზია რო ახსენეთ, ჩვენ ისე არ გამოგივიდეს, რომ ეხლა ხელმძღვანელი მეუფე შეიცვალა და თითქოს იმისის გამოდის. მე მიგ მაგალითად მამა ზურაბ ცხოვრებაძეს უფროსი შეიძლება ასე ითქვას ტელევიზიის და უფრო მას ხელეწიფებოდა მეც პირადად მიმართავს აი ამ პრობლემებზე, გაშუქებაზე, გვისაუბრია, ნუ დამპირდა რაღაც გარკვევას, მაგრამ ასე რომ ჩვენ არ გამოგვივიდეს თითქოს მეუფე არა, არანაირად მეუფე პეტრე სხვათა შორის არც ვიცნობ პიროვნულად, არ შეიცვალა, ამიტომ უკავშირ არ იყოს დაკავშირებული თქვა. არა, დაკავშირებული არა, ჩემი კითხვა იყო ქალბატონო ნინო ასეთი. კი, რომ გამოსავალში რა როლი გვეკისრება საზოგადოებას? პირადად თქვენ და ნუ დანარჩენს. კი ბატონო. პირველ რიგში მართლა მინდა აღვნიშნო რაღაც ცუდად არ გავმივიდეს ესეთი რაღაც მე საერთოდ არ მახასიათებს მეუფე პეტრესთან არც ქონია მესაუბარი, არც ვიცნობ და სიმართლე რომ ვთქვათ მეუფე პეტრე იმდენად არც განაგებდა ალბათ იმ ტელევიზიის ამბებს, როგორც იქ იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომელთათვისაც მიმართავს მე და ნუ არანაირად. და შეეძლოთ მის გარეშეც გაიგეთ. კი, რა თქმა უნდა, მეუფე პეტრე არ მიმართავს, იმიტომ რომ პრაქტიკულად მაინც იქ კონკრეტულ ადამიანებს ევალებოდათ იმ საკითხების გაშუქება და ვისაც მიუმართებ, თქვა დაინტერესება არ იყო და რატომ არ იყო დაინტერესება, ან რატომ არ იხედებიან, თქვა ბიბლიოთეკაში, თუნდაც იგივე საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში რა წიგნები დევს. უფრო მეცაც გეტყვით, აი უწმინდესთან იყო შეხვედრა საბავშვო პოეტების, მწერლების და პოეტების. ხო და ორგანიზატორი ეწერა საპატრიარქოს ბიბლიოთეკა და საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში უამრავი ჩემი წიგნი დევს, მაგრამ ჩემთვის არ დაუძახიათ. და საყვედური რომ გამოვთქვი, ძალიან იუკადრისეს, რომ რატო საყვედურობთ. აი ესეთი რაღაცეები ხდება და კონკრეტულად როგორ არის ახარ აბსოლუტურად ისე უყურადღებოდ დატოვებული, აი აბსოლუტურად მიგდებული, ასე ვთქვა და არავინ არ თulis რომ რაღაცა თუნდაც რაღაცა შეეშალა და რაღაცაში დამნაშავეა და ვიღაც ხომ არის დამნაშავე, ვიღაცამ რაღაცა ხო ვერ გათვალა, ვიღაცამ რაღაც სფერო ხო ვერ ამოძრავა. ანუ მე ვერ ვიტყვი რომ ჩემი მხრიდან იყო, მე ვიყავი განზე გამდგარი და არ მინდოდა ვთქვათ რომ თუნდაც მკითხველთან მესაუბრა ჩემს ნაწარმოებებზე, ანამდვილად არ ყოფილა ესე რომ მქონდა მცდელობა, მივაკითხე და არ იყო ეს დაინტერესება. არაინტერესებდა. ეს ზოგადი პრობლემაა, ასე ეს თქვენი პირადი არ არის, მე ხლა სხვებსაც ვისაც ვიცნობ, ჩვენ ტელევიზორითაც ახლაც მოუწოდებ თუ ვინმე ისაუბრებს. იგივე ხათუნა რაქვიაშვილი, იგივე ჭელიშვილი, ათანასე ბეჭვაია, არ მინახავს ისინი გულიაშვილი, ნინო, ვიცი. არ გამოსული ერთია, მაგრამ პრობლემები ყველას თითქმის ერთეიგივე აქვს. აი წიგნის მომზადებიდან. ანუ ზოგადი პრობლემა, მარტო ჩემი პრობლემა კი არა. ზირითადად იგივე საპატრიარქოს ტელევიზია ინტერესდება ერში გაპიარებული ადამიანებთან. ვის ვუყურებთ ეგ ტელეეკრანზე, ხო? იგივე საბავშვო გადაცემებში ვის იყვან ძირითადად ვინც გაპიარდება, ვინც რაც რაღაცა პიარი აქვს, რაღაცა ჯილდო აქვს, რაღაც ის აქვს, მათი წოვენ ძირითადად. გაპიარებაზე იმდენად არა, თავის საქმე რო აკეთოს. ეხლა ხათუნა რაქვიაშვილი შეიძლება არ უნდადეს ტელევიზიაში გამოსვლა, არ ქონდეს პრეტენზია, წიგნები აკეთოს, ხო? მაგრამ ეს წიგნები რომ მოამზადე, ეს წიგნი ხომ კითხულამდე კითხულამდე ხო უნდა მივიდეს. ადამიანი ხო ამისთვის აკეთებს, არა ამ წიგნს. ფიზიკურად ვეღარ გამოსცემს ის. აი ხა მე მაგალითად ერთი წელი არაფერი არ გამომიციაო, ყო, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. ეხლა იმდენი წინაღობა უკვე და იმდენი პრობლემაა, ყველა წინაღობას არ უმკლავდება. გამოსავალში თქვენი როლი და საზოგადოების როლი სხვა დანარჩენთან ერთად. უნდა შეიცვალოს საპატრიარქოს ტელევიზიის დამოკიდებულება, უნდა შეიცვალოს საპატრიარქოს რადიოს დამოკიდებულება, უნდა არსებობდეს საპატრიარქოში სტრუქტურა, რომელიც
მე და ჩემნაირებს დაგვიძახებს და გვეტყვის, რომ აი რა გიჭირთ და რითი შეგვიძლია რომ დაგეხმაროთ. შეიძლება იმ საპატრიარქოში რაღაც გარკვეული ფონდი შეიქმნას, რომელიც ჩვენაირებს დაეთანხმება და ჩვენ ამ ყველაფერში აქტიურად უნდა ჩავერთოთ. თუნდაც გრიფირებული წიგნების გამოცემის საშუალება. რა თქმა უნდა, თუნდაც გრიფირებული, იმიტომ რომ იგივე გრიფი მიანჭა, დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობელი ვარ, მე უფე გრიგორი, სხვა შორის ძალიან ისე თანამშრომლობდა ჩვენთან ამ წლების მანძილზე და პრობლემა ნამდვილად არ შეუქმნია მას ჩემთვის, მაგრამ ის რომ მე მივიღე გრიფი არ მაძლევს იმის გარანტიას, რომ წიგნი გამოიცემა, იმის ფული ჭირდება. უფლება გაქვს, საშუალება არ აქვს. ხო, აი ესე. მიმართოთ, ჩემი აზრით არის მკითხველები ბევრია, ვისაც წიგნები აინტერესებთ და ამ პრობლემას ვერც ხედავენ და დიდი მადლობელი იქნება ეს სფერო და თვითონ მკითხველი და თვითონ ქრისტიანული საზოგადოება, მკითხველთა საზოგადოებაც გაიზრდება, ბავშვები თავებიც მოდიან, ვისაც აქვს საშუალება, იმიტომ რომ არის გულანთებული ქართველი, გულანთებული ქრისტიანი და შეიძლება ვერც ხედავდეს ამ პრობლემებს. სწორედ არაფერი პრობლემა არ იყოს, რაღაც ფონდი 100,000-იან, 200,000-იან ლარიანი ფონდი რომ დაიწყოს თავიდან და მერე წიგნი თავისთავად შემოიტანს შემოსავალს და ერთი წიგნი მეორე წიგნს დაბეჭდავს და იგივე მოძღვრები შეიძლება დაინტერესდნენ, თქვათ, აღმოჩნდება ისეთი ქართველები, რომ დაუდგებიან. სხვა თუ არაფერი რეკლამა მაინც გაუწიონ იმ წიგნს და თქვან, რომ ასეთი წიგნი გამოვიდა, ხო? სხვა თუ არაფერი არ შეუძლიათ, ეგ ხო მაინც შეუძლიათ, რომ აი რო ვიქნება რაღაც სტრუქტურა და შეიძლება იმ სტრუქტურასთან ითანამშრომლონ მოძღვრებმა და დაუშვათ ამ სტრუქტურამ გააცნოს, რომ აი გამოვიდა ესა და ეს წიგნი, გამოვიდა იქ ასახულია ესა და ეს, საჭირო ამისთვის და ამ მოძღვრებმა იქადაგონ მე თორე. ეხლა გამოდის რომ ყველა მოძღვარი ერთი არა, აი ალბათ თუ ესეთი რაღაც ორგანიზებული სახე მიეცემა კოორდინაციისთვის შეიძლება რაღაც ჯგუფი შედგეს, თვითონ მოძღვარმა შეუკოცოს დაუშვათ ეს წიგნი ჭირდება, ხომ უფრო იცის როში რა ჭირდება. იქ საბავშვო გამოცემისთვის რა არის საჭირო, იქ სტუდენტებისთვის რა არის საჭირო. სტუდენტებსაც დიდი პრობლემები აქვს. ეხლა ქართული წიგნებია სამთვისმეტყველო, დოგმატური ავიღოთ, სამოძღვრო, ძალიან ნაკლებად არის. უნდა ითამოს ბერძნული და რუსულიდან. ენები ნაკლებად იციან, ხო, თვითმეტეს მაგრამ ერთი რამეა გასათვალისწინებელი, ახლა შეიძლება ვინმე თქვათ გამოთქვა სული რომ რაღაც წიგნი დაიბეჭდოს, მაგრამ ყოფილა შემთხვევა რომ მოუთავაზებია ჩემთვის რომ მოდი ამ წიგნზე ვიმუშაოთ, მაგრამ იქ იმდენად ფაქტურად შენ უნდა იმუშაო, უზარმაზარი შრომა უნდა გასწიო და იმდენად მიზერულ ჰონორარს გთავაზობენ და იმხელა ტიტანური შრომა უნდა იმას რომ თქვათ გზის ფულსაც ვერ გიფარავს და ჭამის ფულსაც და არ გიღირს უბრალოდ ეხლა რაღაცა ხო არსებობს ბოლოს და ბოლოს წელიწადში ორჯერ სამჯერ ამხანაგის დაბადების დღეზე უნდა წავიდე, მაგის ფული მაინც უნდა ქონდეს ამ ტიტანური შრომის შემდეგ, ხო და როდესაც ჩვენ გთავაზობენ ესეთ შემოთავაზებას, რომ კი ბატონო, აი დაგაფინანსებ, სპონსორობას არ ქმევე, მე ამას სპონსორობა დინათლება და მაგრამ წიგნი რო გამოვა 100-იც არის შენ და 900 ჩვენ, გიღირ შენ. ესეც პრობლემაა, ხო, იმიტომ შეიძლება თქვან ვიღაცამ რომ აი უდეტა ჩემთან მოსულიყავი და კი, ესეც შემოთავაზებებით შეიძლება არსებობდეს, მაგრამ შენ უნდა გიღირდეს იმ წიგნზე მუშაობა. რა არის, იცით, მე მაგალითად გული მწყდება და ძალიან მინდა რომ აი ეგრეთ წოდებული, რასელისტები, ეგრეთ წოდებული ეღოლთა მოწმების წიგნები რო დგას, არავინ არ ეკარება, არავინ არ იღებს და იმის გვერდით ერთი დამადმევინა ვფიქრობ აი ესეთივე სტენდი მართლმადიდებლური ლიტერატურის წიგნებით, ამის ფუფუნების საშუალებაა, რომ ხალხმა გაიაროს და უფასოდ აიღოს ვის რა უნდა. მაგრამ აი რამდენიმე წელი ამის საშუალება სამწუხაროდ არ გვეძლება და ეს წიგნების გამოცემაში თუ კი ვინმე დადგებოდა ჩვენ პროგრამა იქნებოდა რაღაც ვინც იმუშავებდა ამ წიგნებზე და იქ უკვე ლაპარაკი არ არის 100 დაგრჩება თუ 200 ჰონორარზე ჯამაგიდზე ადამიანი იმუშავებდა და წიგნის გამოიცემოდა და ზოგჯერ ისეთი რამეების გამოიცემა, რაც შეიძლება არც იყოს საჭირო და რაღაც კომისია იმუშავებდა, ხო რა არის საჭირო? დეპარტამენტიც ხომ ავიქცეს. კიდევ რა არის საჭირო ესე, აი ჩვენ ვიმუშაობთ მარტო ფაქტიურად აბსოლუტურად ენთუზიაზმზე და არ ვიცი რატო არ მოვეშვი ამ ტექნის განმავლობაში ამ საქმის კეთებას. რითაც დავიწყეთ, აი ჟურნალისტიკური რო არსებობდეთ, ისეთ აი რითაც დავიწყეთ. ისიც გააშუქებდა ხო ამ საკითხებს და შეიძლება უფრო ადრე მოგვარებულიყო ეს თემები და ალბათ ისიც არის მიზეზი რომ რაღაც თემები არის ისეთი რასაც ტაბუედება ხო საპატრიარქოდან თუ მოძღვრებიდან თუ რაღაცის გამო იმიტომ რომ ნუ მაინც ისეთი ფაქიზი თემა არის ესა და ყველა ჟურნალისტიც ვერ აშუქებს ასეთი სიმართლე რომ თქვა მე და ხა ჩემ პოზიცია თუ გაინტერესებთ საქართველოში რელიგიური ჟურნალისტიკა დღეს არ არსებობს თორე ამ თემებს იმიტომ ის რასაც ვეძახით ჩვენ რელიგიურ ჟურნალისტიკას ის არის ჩვეულებრივი წიგნის მასალა რომელიც შეიძლება აი წიგნი რომ დაშალო
და ეს წიგნის რაღაცა გარკვეული ელემენტები ჩადო ჟურნალში, ამას ეძახიან რელიგიურ ჟურნალისტიკას. და რელიგიური ჟურნალისტიკა მაინც არის ის აი მიმდინარე პროცესების გაშუქება უნდა ხდებოდეს, ხო, რელიგიური. არა, მე ეს ახლა რატო გამახსენდა, რა თემატიდებული კუთხით. რა თემაზე ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, ეს ჟურნალისტიკა რომ არსებობდეს, ანუ ამ თემებსაც უკვე გააშუქებდა თქო, ახლა რასაც ჩვენ შევეხეთ ამ თემების პრობლემებს. 17 წელია ეს პრობლემა რომ არსებობს, 17 წელია დღეს ხო არ არის და არავინ არ ამას არ აშუქებს, ახლა სად არის რელიგიური ჟურნალისტიკა? ასე კი არ არსებობს, ხო ვიღაცამ ხო უნდა გააშუქოს თუ არსებობს. ეს პრობლემა დღეს ხო არ ეს საერთო ჭრილში იხილება. ეს საერთო მართლმადიდებლურის ჭრილში იხილება, ანუ ქრისტიანობის გავრცელებაში, წიგნის პოპულარიზაცია, იგივე ქრისტიანობის პოპულარიზაცია არის, ქრისტეს სიტყვის პოპულარიზაცია არის, ხო? როგორ შეიძლება ახლა ეს არ ნიშნავს. ახლა მაგალითად ერთი წიგნის ავტორმა ახლა მახსენდება, მე ძალიან კარგი წიგნი აქვს გამოცემული, შეიძლება არ ესიამოვნოს და ამიტომ კონკრეტულ გვარს და სახელს არ დავასახელებ და ისეთი წიგნი რომ აი მართლა ისტორიაში რომ დარჩება, აი ძალიან კარგი წიგნი, ოფიციალური გრიფი აქვს საპატრიარქოსი, ყველაფერი, მაგრამ მან ვერ გაყიდა ეს წიგნი და ვერანაირი სარგებელი ამისგან ვერ მიიღო და ახალგაზრდა ბიჭი იყო და ბოლოს რომ დაუდგა ცოლის მოყარის პერიოდი, აი ასე ძალიან გულახდილად მითხრა ესეთი რაღაცა, რომ რაც მინდოდა მე ეს წიგნი ნეტავ დავჟარიყავი ქუჩაში და გამეყიდა თუნდაც სიგარეტი. რომ ქონოდა ელემენტარული ისე ბევრმა დატოვა და ძალიან სამწუხაროა. ჩვენც ფაქტიურად აი ამ სიტუაციაზე მე ერთ წელიწადი არ გამოვიმშვია არაფერი და არც ვიცი როდის გამოვიმშვია. ისე არ შეიძლება აქვე არ აღინიშნოს აი მაღაზიათა ქსელი არის. ფაქტიურად გოუბნები არა წადით. ერთი თუ ბოდიშ ვიხდი, აი ალექსეი შოშიაშვილი ვარ ვახსენოთ, ალილოს ქსელის მაღაზიათა დირექტორი არის და ის წიგნები ესე რასაც ვერ გამოსცემდა, ხო, ახლა არ აქვს ადამიანი როგორც ნინო ლაპარაკობდა, წიგნი მომზადებულია, ზოგი არის 2-3 წიგნად მომზადებული ვერ გამოსცემენ. და ალექსეი შოშიაშვილთან ავად თუ კარგად თუ რაღაცნაირად მაინც ხერხდება, რასაც ახერხებდა, ძალიან ბევრ წიგნს გამოსცემდა. მაგრამ ბოლოს იმასაც ის მოუვიდა ფორს მაჟორი რო იტყვა, მაგრამ პირადი ფორს მაჟორი. წიგნების დიდი საწყობი დაეწვა საპატრიარქოში პირველ სართულზე ქონდა ეგ დიდი საწყობი და იმდენი რა ვიცი რამდენი მილიონის გონი წიგნი დაეწვა. ამისი ვერც ანაზღაურება მოხდა, ვერც ვერაფერი და თვითონაც შეწყვიტა ამ წიგნების გამოცემა და აი ესეთი როგორც ხალბატონი ნინოა ბევრი გამომცემელის დარშენ ისე რომ საერთოდ აღარ გამოიცემ წელიწადზე მეტი წიგნი არ გამოუცია. ფაქტიურად ასეთი სიტუაცია რომ მე რამდენად თუმცა ადრე შეიძლება წელიწადში 3-4 წიგნის გამოცემა. აი ბატონო ვლადიმერ, აი მე როგორ რამდენადაც მაქვს, ეხლა რამდენადაც ხვდები, ვინც გამოსცემს, არავინ არ აპირებს, რომ აი რაღაცა გაზარდოს თავისი გამოცემების რიცხვი. პირიქით, ყველა ზოგი ცდილობს, რომ რამენაირად შეინარჩუნოს და ზოგი ცდილობს, რომ საერთოდ უკვე ნელ-ნელა სხვა საქმეს მოკიდოს ხელი. იმიტომ რომ ფაქტიურად აი რაღაც ეს შეზღუდვები იმის მაგივრად რომ რაღაცა ეს მეტი ხელშეწყობა ყოფილიყო და გაუმჯობესებულიყო სიტუაცია, უფრო მეტი შეზღუდვებია, უფრო მეტი წინაღობებია და უფრო მეტი პრობლემებია, ვიდრე იყო თუნდაც დასაწყისში. ეს კერძო პიროვნება, ეს კერძო გამომცემლობა არის ალილო და ვინც მაინც გამოსცემდა ამ წიგნებს, ამ ხანძრით რაღაცნაირად შეწყდა ამის გამოცემები და ჩვენ დავკარგეთ ასე ვთქვათ ეს გასაგებია ბატონებო და ბატონებო უბრალოდ ძვირფასო მეგობრებო ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ მიდის დაგვჭირდა სულ რამოდენიმე წუთი მაგრამ მე არ მინდა დავამთავრო ჩვენი გადაცემა ისე რომ იყოს მხოლოდ ასეთი სევდიანი ნოტა რომ ვაიმე პრობლემებია და გამოსავალი არ არსებობს და უბრალოდ ბოლო კითხვა ასეთი. გამოსავალი, ძალიან ითქვა გარკვეულწილად, მაგრამ ბოლომდე მაინც არ იქნა ჩემ კითხვაზე პასუხი გაცემული, რომ თქვენი როლი ყოველივე ამაში. ანუ გამოსავალი არ არის მარტო საპატრიარქო, მარტო ის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ საზოგადოება. მართლმადიდებლური საზოგადოება, ეს გადაცემა არის შემეცნებით საგანმანათლებლო და ქვია ეკლესია სახელმწიფო საზოგადოება და მიზანი არის ის რომ საზოგადოებამ გაიცნობიეროს რა მისი ფუნქცია ამ ქვეყნის მშენებლობაში, სახელმწიფოს მშენებლობაში, რა როლი აკისრია მას ეკლესიაში პირველ რიგში და უბრალოდ მინდა უკვე დასკვნის სახით ითქვას საბოლოო შედეგი რა უნდა იყოს თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს.
კონკრეტულად თქვენგან, თქვენაირებისაგან, ჩვენგან და ასე. ის აუცილებლად რაც უკვე ჩამოთვალე და გარდა მაგისა თვითონ მრევლის ცნობიერება უნდა გარდაიქმნას. ანუ დღეს არის ესეთი რაღაც, რომ ფაქტიურად ჩართულობის მომენტი მრევლის საეკლესიო ცხოვრებაში არის ძალიან ნაკლები. თქვათ იგივე ჩემს გვერდით ვინც დგას ტაძარში, ხო? მან არის ის ჩემი პრობლემები. მან რომ იცოდეს ჩემი პრობლემები, ხო და გასიგრძე განებული კონდეს, შეიძლება რაღაცაში დაგეხმაროს, მაგრამ ფიზიკურად არ იცის რა პრობლემა გაქვს, იმიტომ რომ მიდიხარ შაბათ-კვირას და მეორე შაბათ-კვირამდე მას ვერ ხვდები, ხვდები წირვაზე, სახით იცნობ, მაგრამ ვინ არის და რას აკეთებს არ იცი. ასევე მან არის ის ვინ ვარ მე და რას ვაკეთებ ხშირ შემთხვევაში. ამიტომ მრევლის ჩართულობის პროცესი თუ იქნება მეტი საეკლესიო ცხოვრებაში, აი ხშირი იქნება შეხვედრები, ხშირი იქნება მსჯელობა იგივე საეკლესიო პრობლემებზე, იგივე რაღაც პრობლემებზე, მაშინ შეიძლება ამაღლდეს ეს ცნობიერების დონე და ის გვერდით, ვისაც თქვათ აქვს საშუალება და დგას შენს გვერდით ეკლესიაში, კითხოს ერთჩვენიერ დღეს, რომ ჩემო დაო, რამე ხომ არ გიჭირს. ჯერ ასეთ კითხვას მე ველოდები 17 წელი, მაგრამ ვერ მივიღე. დავეთობა ძილები რომ ჩვენერ დღეს ამ კითხვას მე არ მექნება ბოლოს სიტყვის საშუალება. როგორ არა? რაც ქალბატონ ნინო მაგნიშნა ეს სხვათა შორის საეკლესიო მართვა-გამგეობის დებულებები შეძლებს, მაგას ვქია უბრალოდ სამრევლო ცხოვრება. ყველა ტაძართან უნდა იყოს სამრევლო ცხოვრება, რომელიც არის რა თქვით, ანუ ერთი ოჯახი უნდა იყოს, ტაძრის ოჯახი. ეს სამრევლო უკვე გამოვა, უკვე დაამარილებს თელ საზოგადოებას და უკვე როგორ გითხართ, საზოგადოებისგან კი არ იქნება მართული ეს მრევლი, იქ რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციები და პირიქით ეს სამრევლო შეიტანდა უკვე ქრისტიანულ განათლებას და აზრი დაფიქსირდებოდა საზოგადოების აზრი ქრისტიანობის გათვალისწინებით. ეს პრობლემები მაგრამ ზოგიერთ ტაძართან არის სხვათა შორის არის ბევრი ტაძარი, სადაც ეს სამრევლოები ფუნქციონირებს, მაგრამ ალბათ ის მასშტაბები არ არის და ის ვერ შეებს, აი თავის ფუნქციას მაინც ვერ ასრულებს და აი ამ თემებზე ალბათ და რაც ეს პრობლემები აღნიშნეთ კიდე ახლა ჩვენ ეს გადაცემა საზოგადოებისთვის არის და ერთმანეთისთვის ავართ, მათაც შეუძლიათ მიიღოთ მონაწილეობა, თვითონაც დაფიქრდნენ რითი ეშველება ყველაფერ ამ საქმეს, შეუძლიათ ტელევიზიასთან დაკავშირება, მე მგონი თუ კი მოინდომებენ და რაღაც ისეთ სიტყვია, რაც ქვეყნებში სასარგებლო იქნება ტელეეთერს არავინ არ დაუყევს, ასე რომ ერთად ვიმოკვდათ ერთი საქმე, ეს არ არის ვიღაცის საქმე, ეს არის მთელი ქვეყნის და მთელი ერის საქმე. და ერთი რაღაც მინდა კიდევ თქვა, რომ აი ეს პრობლემები ძალიან მოკლედ, რომელიც განიხილება დღეს სხვადასხვა ტელევიზიებში და თითქოს ახალი პრობლემა აღმოვაჩინეთ, ხო და თითქოს რაღაც ახალი ხდება, ახალი არაფერი არ ხდება, ეს პრობლემები არის დაგროვილი, ეს არის იმის შედეგი, რომ რაღაცაები იყო უთქმელი, რომელზეც ჩვენ უნდა გვემსჯელა მრევლს წლების განმავლობაში, რომელზეც დასკვნები ჩვენ უნდა გამოგვეტანა და აი, როდესაც ჩვენ ვერ ვიმსჯელეთ, ჩვენ ვერ გამოვიტანებთ დასკვნები, ეხლა მსჯელობენ სხვები და გვიწევს თავის დაცვა ამისგან და აი ეს რომ არ მოხდეს ეს ყველაფერი, ამიტომა კიდევ ის რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ. მოკლედ ვიღვაწოთ უფლის ადიდებლად და ყველაფერი კი ბატონო. ძვირფასო მეგობრებო, გემშვიდობებით. მომავლეს იმედით და შეგახსენებთ, რომ ეთერში იყო ტელეკომპანია PKTV გადაცემით ეკლესია სახელმწიფო საზოგადოება. მე გახდით ამ გადაცემის წამყვანი ბიძინა მესხი, ჩემი თანაწამყვანი ახლა ბატონი ვლადიმერ ციკვაძე, სტუმარი ყავდა ქალბატონი ნინო ტარკაშვილი და გემშვიდობებით კიდევ და კიდევ მომავლის იმედით ტელეკომპანია PKTV-ის ტრადიციული დევიზით ჩვენ მოვდივართ, მომავალი ჩვენია.